ეთერში ბრუნდები და გავმოგზავნებთ საუბარს. ამჯერად ჩვენს მეორე სტუმართან შემოგვიერთდა ლელა რაზიკაშვილი. კანონო ლელა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახედრო და მობრძანდით და გუშინ იყო 9 აპრილი, გარდა იმისა რომ ეს უკავშირდება, ჩაეწერა უკვე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი პირველი მაინც ესე ვთქვა, კი არ იყო მაშინ დამოუკიდებლობა ჯერ აღდგენილი, მაგრამ მაინც პირველი ფაქტი იყო, რომელიც ჩაეწერა ტრაგიკული და მნიშვნელოვანი თარიღი, კი ბატონო. და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის 9 აპრილი და აღმოჩნდა რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 მეგვინა არ მეშლება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ ჩვენ საზოგადოებაში საზოგადოება არ მიყვარს ხალხი მირჩევნია არის ხალხი ჩვენ თანამემამულეები რომლებიც სახლს და შინს უწოდებენ უცხო სივრცეს. და ნებისმიერი სივრცე გარდა შენი საკუთარი სახლისა არის უცხო, იმიტომ ქვია ყველა ენას გარდა ქართულისა უცხო ენა. ამიტომ აქ არავინ შემომედაოს, უცხო სივრცეს უწოდებენ. შინ არიან თქვათ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ახალგაზრდები უმეტეს წელს წყვეტენ, ვინსად უნდა მივიდეს, სად არ უნდა მივიდეს. რის უფლება აქვს, რის უფლება არ აქვს. ის ადამიანები გასწავლიან ჭკუას მათ ვინც თავიანთ მხრებზე გადაიტანა ყველაფერი, რომელსაც საერთოდ არ მივიღეთ მონაწილეობა იმ პროცესში. მეტით როცა ამღვრეული იყო წყალი, ფულს აკეთებდნენ, მაშინ დაიწყეს ბიზნესები. იმიტომ რომ არეულობის დროს ყველაზე იოლია ფულის კეთება. როგორ მივედით ჩვენ ამ მდგომარეობაში? ეს მარტო მათი ბრალი არ არის, ხო? ეს არის მთლიანად ჩვენი ხალხის ბრალი, ჩვენ მიგვისხვის წვლილი ამაში. როგორ მივედით აქამდე გალბატონო ლელა? მოგესალმებით ყველას. ახლა დიდ ფილოსოფოსობას არ დავიწყებ, ვარ ადამიანი, რომელიც მგონია, რომ მე როგორც მოქალაქე დავიბადე ჩემს სამშობლოსთან ერთად და თუ რამეს ვიტყვი, ეს ჩემი საკუთარი თავგადასავალია, ჩემი სამშობლოს თავგადასავალთან ერთად, ის როგორც ჩემთან ერთად ჩემი თაობა და ჩემი საზოგადოება, ვამბობ იმას, რასაც ისინი განიცდიდნენ და ფიქრობდნენ და მეც მათ შორის განვიცდid და ფიქრობ და მაინც რომ თავს ვიიმედებ იმით, რომ არაფერი არ ხდება განსაკუთრებული ჩვენ თავზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა გზაჯვარედინზე ვცხოვრობ და რამდენი ინტერესის კვეთაა ჩვენი ქვეყანა, რუკაზე როგორი განლაგება გვაქვს და ღვთისწყალობით და ხან ჩვენი გონიერებით ხან ზოგჯერ უგუნდურებითაც რომელსაც ღმერთი შემოგვიბრუნებს ხოლმე სიკეთით, იმიტომ რომ არ ვემეტებით. კოლაბორატივის უკან სიკეთე იმართება. არ ვემეტებით, მაინც მივიწევთ წინ და მაინც ვახერხებთ იმას, რომ გადავრჩეთ. ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის გადარჩენა. და მე რაღაცებს მე 1000 ნაბიჯზე ვფიქრობთ, როცა ჯერ პირველი ნაბიჯი ყოველთვის რატომღაც აქტუალურია, იმიტომ რომ ასეთ გეოპოლიტიკაში ცხოვრობთ. ეხლა მოდით გავყვეთ 9 აპრილთან დაკავშირებით გუშინდელ ემოციებთან შეტაბერტებთან დაკავშირებით ამ ლოგიკას. ისტორია ხშირად მეორდება ფარსის სახით, ესეთი გამოდგარსებობს. ტრაგედიას უწოდეს ფარსი. ფარსის სახით მეორდება და მოდი ახლა გავიხსენოთ რა იყო მოვლენა ისტორიული და რატომ უწოდებდა რა არის ფარსი, ხო? მაშინდელი და დღევანდელი. ძალიან ბევრი ამბობს რომ მაინც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, მე ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს პირველმა გავიღეთ ხმა და პირველმა გადავიტანეთ ეს დაშლის ნანგრევი და ჩამოგვემხო თავზე ჩვენ და ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ეს, ანუ არ დავცემ ამ თარიღის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ჩვენ უთხარით მსოფლიოსო ჩვენთვის თავისუფლებას ჰქონდა სიცოცხლის ფასი. რაღაცა ყველაფერი სიმბოლოა გადაწყვიტა რომ ჩვენ სოფლიომ კი ყოველთვის დასავლეთმა გადაწყვიტა რომ მე ცოტა გადავაფასე ეს მომენტი და ამიტომ კი არ გეწინააღმდეგებ და მე ვფიქრობ რომ ძალიან ეგეც რამდენიმე აზრი შეიძლება ერთდროულად არსებობდეს გულუბრყვილო ვიყავი და ხო ის მაინც დაიშლებოდა ან მაინც არ დაიშლებოდა ეს რომ ჩვენი განაცხადი მე ასე ვფიქრობ. ხო, მაგრამ მე ახლა მაინდა-მაინც ჩვენ რომ მოვიტყით თავში, მე ეს ახლანდელი გადასახედიდან არ მომწონს, თუმცა მაშინ ძალიან ნახტოვანებული ვიყავი, არ დაგიმალავთ. და შეიძლება ჩვენი ამ განაცხადის შედეგადაც შემდეგ ჩვენ კოალიციის ახლა ამასთან კავშირი არ აქვს პირდაპირ, მაგრამ ირიბად ოპერაციებში ძალიან კარგად იბრძოდა ჩვენი სამხედრო კონტინგენტი, მე მგონი აქედან დაასკვნა დასავლეთ რაღაც ნაწილმა, რომ ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ რომ სულ გავწიროთ თავი და იმიტომაც არიან დღეს ჩვენზე ნაწყენები რომ აი ამაც ხო შეუძლიათ და რატო არაკეთებენ ვთქვათ ისინი არ იცნობენ ჩვენ ბუნებას და ამდენად აი მე ეს გადავაფასე პირადად მე მგონია რომ შეიძლება მე არ გეკამათებით თქვენას სიამოვნებით მოვისმენთ ჩემ პოზიციაზე მე მგონია რომ პარალელური თემაა
არ გამორიცხავს ერთმანეთს, ეხლა ნაწყენობა მარტო იმის არ არის გამოწვეული დაუშვათ ჩვენი პარტნიორების, რომ ჩვენ თავგანწირული და კარგი მეომარი ხალხი ვართ და რატომ არ გავწირეთ მათი ინტერესებისთვის თავი. ეგ სხვა თემაა. გააჩნია რამდენიმე ინტერესი კვეთს თქო საქართველოს და კი სოფლიოში ახლა ისეთი აზრილი ინტერესები ვერ გაიგებ. ჩვენი ინტერესი ამ გორდიასის კვანძში ის არის რომ დავიჭიროთ ის ინტერესი რომელიც გადარჩენამდე გაგვიყვანს და არა ის ინტერესი რომელიც გაგვიყვანს მამაც სიკვდილამდე. ჩვენ ამოვწურეთ ეს ახლა უკვე და ის რა ქვია. ასაკიც გვაქვს 36-35 წელია და პატარაც არ არის. კი ამბობენ რომ ისტორიისთვის გაელვება ეს, მაგრამ მაინც არ არის გამოცდილებისთვის. ყველაფერზე ავიცერით ჩვენ გადატრიალებებზე, რევოლუციებზე, სეპარატისტულ ომებზე, თავდა ყველაფერზე და არ არის მართლა თქვენ როგორ ბრძანეთ კოლაბორატებს უკან რაღაც სიკეთის ნაწილია. ჩვენ ამისგან გამოცდილება მივიღეთ და რაღაცნაირად დავინახეთ გადარჩენის გზით როგორ უნდა ვიაროთ. მოდით მე მაშინ დელ დროს გავიხსენებთ ეს აპრილი ჩვენში მზადდებოდა. ეხლა უყურეთ პატარა ერი ვარ ჩვენ და ძალიან ცოცხალი იყო მეხსიერებაში ის რაც გადავიტანეთ ჩვენ დამოუკიდებლობის კარგით. თოვდა და თბილისებურად თალხი ეს უამრავი ვაგონებში შეყრილი და დახოცილი სახლიდან გაყვანილი და ასე შემდეგ. პატარა საქართველოსთვის და იმ თაობისთვის ჩვენი ბებიები, ბაბუები, მამები და ასე შემდეგ ეს ცოცხალი ისტორიები იყო და რამდენიმე რა თქმა უნდა რამდენიმე აფეთქება იყო დაუშვათ ჯერ 30-იან წლები ჩაკვდა შემდეგ რაღაცა გაელვება იყო ადამ ბობრიაშვილის და იმ თუში ბიჭების პროტესტის ესეთ ჩაკვდა და შემდეგ 56 წელი იყო 9 მარტი მამა ჩემი მაშინ სკოლის მოსწავლე იყო მე 20 ვაჟთა სკოლის თბილისში ვარანცოვზე იყო და ჩემთვისაც ეს ცოცხალი ისტორია იყო, იმიტომ რომ მამა ჩემი გადაარჩინა საკუთარმა ბიძამ შემთხვევით გადარჩა და ეს სისხლი, ეს უბედურება ნებისმიერი რაღაც ეროვნული იდეის გამოღვიძებასთან დაკავშირებით სულ სხვა თემით დაიწყო და შემდეგ ეროვნულ იდეაში გადაიზარდა ხომ და ამიტომაც იყო ისეთი სასტიკი მოსპობა ამ დემონსტრაციის ეს ჩვენთვის ცოცხალი იყო და მართლა გმირობა იყო და მართლა ძალიან დიდი პოტენციალია დამოუკიდებლობის იდეა ჩვენში რომ კიდევ ასეთ მოკლე პერიოდში საქართველოს შეძლო ისევ დისიდენტური მოძრაობის გაცოცხლება ხო 70-იან წლებიდან ამან დაღმასვლა დაიწყო საშუალო 78 წელში ჩვენ ნახეთ ფეხზე დადგომა საქართველოს ენის საკითხებთან დაკავშირებით მაშინაც ეს შიში და ეს აი ეს ღრუბელი მოყვებოდა ყოველას 56 წლის მაგრამ მაშინ ენის თემა საბჭოთა კავშირისთვის არ იყო ასე ეგზისტენციური ჩვენთვის იყო ეგზისტენციური და ამ შემთხვევაში მთელი ერი ბერი კომუნისტები ყველა ერთად დადგა და დათმობა მოუწია საბჭოთა კავშირს იმიტომ რომ მისთვის არ იყო ეს ხო მოუწია კი ხო არ უღირდა და აი სკანდალის შექმნათ ეს არ უღირდა და ნუ კარგი ბიჭობის თემა ითამაშა და მოკლედ ეს და მაგრამ როდესაც დაიწყო უკვე თემა აგორდა დამოუკიდებლობის და იდეის გაღვიძებით ეს მისთვის იყო ეგზისტენციური თემა უკვე რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის თემა საბჭოთა კავშირის დაშლას უდრიდა ხო და ეს თემა მზადდებოდა მე მახსოვს აი გრადაცია ამ თემით ჯერ გამოვედით გარეჯის მონასტრის თემა იყო რომელსაც გამოგვიყვანა სტუდენტობა და გარეჯში ცხოვრობდით ვათენებდით ვაღამებდით ამ გარეთ ქუჩაში ცხოვრობდით შემდეგ იყო კონსტიტუციაში მუხლისცვლილება თითქოს ილუზია შეიქმნა რომ რაღაცა ათმოს საბჭოთა კავშირმა მაშინაც მაგრამ ამან მუხტი გამოაღვიძა და პირველი მე მახსოვს 99 წლის 25 თებერვალს როდესაც შავები ჩავიცვით და გამოვედით ქუჩაში უკვე რომ ძირს საბჭოთა კავშირი ეს ნიშნა ჩვენთვის ტრაგიკულ დღედ გამოვაცხადეთ ეს იყო ძალიან აი ღია განაცხადი და ეს განაცხადი გავაკეთეთ ჩვენ ტანკებით შემოსაზღვრულ ქალაქში თუ გახსოვთ როდიონოვი და პატიაშვილი წავიდნენ გარეჯის მონასტერში დასათვალიერებლად იქ პოლიგონის და როცა ქალაქიდან გავიდნენ და უნივერსიტეტის ეზოში ჩვენ შევიკრიბეთ და უნივერსიტეტის ეზოს გარშემო იყვნენ ტანკები ჩამწკრივებული ეს ნიშნავდა აი არ ვიცი რამდენი პროცენტი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში განაცხადი იყო რომ იქ თუ პირველ მოქმედებაში კიდე კედელს თოფის მეორე მოქმედების ბოლოს აუცილებლად გავარდება ტანკი რომ დგას დედაქალაქში ეს იმას ნიშნავს ძალიან დიდი ხიფათის ქვეშ ვართ და სხვათა შორის ვინც გავედით იმ დღეს გარეთ ყველას ჰქონდა განცდა ნახშირად ჰქონდა ხოლმე იმ დღეებში განცდა რატომ მინდა ეს ამბავი გავიხსენო იცი რომ ჩვენთვის ეს არჩევანი იყო სიცოცხლის ფასი მარტო 9 აპრილს კი არ წავსულავთ ამ არჩევანით მანამდეც გავდიოდი სახლიდან მოვხედავდი ხოლმე ჭიშკარს და ვფიქრობდი ან შემოვალ ცოცხალი დღეს ან არ შემოვალ როდესაც
პირველ ცეკას პირველ მდივანი საქართველოს პასუხისმგებელი კაცი და როდიონოვი არიან გასული ქალაქიდან. ეს მაშინ ვივიღეთ რომ შეიძლება დარბევას გვიპირებენ, დახოცვას გვიპირებენ და რომ თქვან რომ აი ჩვენ არ ვიცოდით და ასე შემდეგ ქალაქიდან შორს მოშორებით ახლა მაშინ არ იყო ესეთი ახლო ყველა პუნქტი ახლოს რო არის ახლა კომუნიკაციით ასე შემდეგ ჯური კავშირი ხო რა თქმა უნდა. იმ დღესაც გადავრჩით და მაგრამ ყველა ვიცოდით რომ ეს სადღაც ბოლომდე არ მივიდოდა ასე ბედნიერი დასასრულით, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვდით უკვე აპრილის დღეებში უკვე. როდესაც მუხრან მაჭავარიანი შემოვიდა ლოზუნგით აფხაზეთის გახსოვთ ლიხნის კრებას დაემთხვა იქ საიდან წამოვიდა სეპარატისტული და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ამან რომ დაიქუხა ეს უკვე იყო ის რომ ჩიხში შევიყვანეთ ჩვენ ეგ საბჭოთა კავშირი ამ მოთხოვნით ის კი რომ რაღაცა დაეთმო ენის საკითხი დაეთმო კონსტიტუციის მუხლი დაეთმო გარეჯის თემა დაეთმო ფიქრობთ რომ ეს რა ყოფილიყო გეოპოლიტიკური მე ამას იცი რატომ ვამბობ აი მე მეჩვენება რომ რატო გიწევ წინააღმდეგობას მე მაქვს ესეთი ყოველშაბათი მე ვფიქრობ ასე რომ ვაკვირდები რომ ფაქტობრივად აი ეს 9 აპრილი მე არავინარად არ ვაკნინებ ამას რა თქმა უნდა მე მგონი ჩვენ ეს სასიკეთოდ გამოგვადგეს როგორც გამოცდილება რომ ყოველი შემდგომი თაობა რაღაცა ცდილობს გაიმეოროს ეს და თქვენ ახსენეთ რომ ეს ფასია უკვე რა გაიმეოროს ან წინ კი ვერ მიდის იმავე წრეზე ტრიალებს ის იყო იმ ეპოქის იმ გამოცდილების იმ აღდგინების ხო ხა ჩვენ რომ მე მე რომ ცოდნოდა რომ ამას ეს მე ძალიან დავფიქრდებოდი რა გამეკეთებინა 9 აპრილს და კიდე 25 თებერვალს ძალიან დავფიქრდებოდი მე რომ მენახა მცოდნოდა დღევანდელი დღე ხომ გესმით იმიტომ რომ აგერ აი ხა წინასწარმარი ვყავდა არაფერი არ უქნია ყაზახეთს ყველაფერი არის ანგაჩვენ ემოციური ხალხი ვარ და ეს მოგწონს რაღაცა მეც მომწონს მათ შორის ასეთი ვარ სამხრეთელი და ცხელი იმით რა ქვია აცხელთავიანი აგერ ყაზახეთში 200 მილიარდის ინვესტიცია ჩაუდია ევროკავშირს არაფერი არ დაშავებია ყაზახეთს რა და ჩვენ 9 აპრილს შეველეწეთ და 9 აპრილის შემდეგ რამდენჯერ და რაღაცა 2 მილიარდის ისიც კი არ აქვს განხორციელებული ევროკავშირის ინვესტიცია ხო მე გადამყავს ეს ფულადში მაგრამ მხარდაჭერაში და აი მე ამ კუთხითაც მინდა რომ გავანა მეგანა იმას ვაკნინებ რომ გამოვიდეთ იმ ხიბლიდან რომ იქ კი არ დავრჩეთ წინ წავიდეთ ხო და მანდ მივდივარ ზუსტად უყურეთ სახელმწიფო იქნება როცა იქმნება უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სიმბოლოებს мотивაციას და ღირებულებას, ხომ? ჩვენთვის 9 აპრილი სულად 9 აპრილისკენ მაშინ ჯერ ყაზახეთი რა თქმა უნდა შვიდობით გავიდნენ დანარჩენები, ბევრი შვიდობით გავიდა, მაგრამ შვიდობით გავიდნენ ჩვენი თავგანწირვის ხარჯზე. ხო და აწი მინდა რომ თავგანწირვის მე ახლა უყურეთ ყაზახეთი რომ ყოფილიყო პირველი ამ თემაში. შეიძლება ყაზახეთის ჯვარიწერია ყველას ყველა უნდა ცოცხალი იყოს და ჯამთელად ბედნიერა ყაზახეთის ში დაღვრილი სისხლის ფასზე მე ჩვენ გავსულიყავით, ხომ? მშვიდობით, მაგრამ ჩვენ, რა ვიცი, ღმერთმა გვარგუნა ეს როლი და ჩვენ ეს როლი შევასრულეთ, იმიტომ რომ მაშინ ეს პირველი სიტყვა იყო და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მე ვერ შეველევი ამ აზრს და ამ ღირებულებას და ამ თემას, რომ ეს ჩვენთვის სიცოცხლის ფასი იყო და ეს იყო განაცხადი. და იყო ჩემთვისაც და მე უყურეთ რა ჩვენ ყველა სათითაოდ არავინ არ მომხოდრილა იქ ესა რა ქვია შემთხვევით რომ იცოდეთ მარტო ჩვენ კი არა მარტო ის ხალხი კი არა ვინც კვდებოდა ვინც გარდაიცვალა ყველა თითქმის ვინც გავდიოდით ეხან მაგას ყვებოდი ყველა თითქმის ვინც გავდიოდით გარეთ ვიყავით მზად იმისთვის რომ ამ ჩვენი პოზიციისთვის ჩვენ მივიღებდით სასჯელს უბრალოდ ღმერთმა არ შეა ეს ხალხი ეს იყო უამრავი ადამიანის განაცხადი სიკვდილის სიცოცხლის თემა და ჩვენ ვითხოვდით გვინდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს ჩვენთვის იყო სიცოცხლის ფასი. სხვათა შორის უამრავი ადამიანი ჩვენც მათ შორის გვრცხვენოდა და გშურდა იმათი ვინც მოკლეს. ვინც გარდაიცვალა, ასეთი განწყობა გქონდა და ასეთ განწყობას ყოველთვის მესმის გადაჭარბებული ემოციების ხალხი ვართ, მაგრამ ყოველთვის შედეგი მოყვება, მაგრამ ნურცის გაგვიკვირდება, რაც შემდეგ დაგვემართა და რაც შემდეგ მოვიდა, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი გადაჯაჭული ინტერესების სფეროში ვართ, რა ქვია, დაკვირვების ქვეშ ვართ და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. მე ერთი რამე ძალიან ბევრ რაღაცას ვიგონებთ ხოლმე ჩვენ 9 აპრილიდან და მე ერთი რამ არ დამავიწყდება, თითქოს არაფერი, მაგრამ რატომღაც რამდენიმე რაღაც ძალიან მარტივი რაღაც ჩამრჩა გონებაში. ერთ-ერთი ღამე იყო, აღარ მახსოვს 5, 6 თუ 7 ღამე ჩვენ იქ ესეთი თემა იყო, რომ სულ მიკროფონი არ ჩერდებოდა, სულ ლაპარაკობდით, სულ მღეროდით, ვიღაც გამოდიოდა და ასე შემდეგ. ღამის 4 საათზე ცოტა რთული სიტუაცია იყო ხომ, რომ გვეძინა უკვე და ასვალზე დაგლეჯილი ქონდა გორდები, ხან იქით გადავრუნდებოდით, ხან ადიელაც არ ყოფნით და ასვალზე ვიცეკით როგორი იყო და ერთხელ გურამ პეტრიაშვილი აი თვითონაც ეძინებოდა ნახევრად. ესეთ რაღაცას ამბობს. გამეღვიძე რატო დამრჩა ეს გონებაში რაღაცა სასტიკი მათ აგვიხდა მე ქართველებს. ასეთ რამეს ამბობს რომ საქართველოში ბევრი დამპყრობელი ყოფილა და ბევრი დამპყრობელს გაუვლია საქართველოში 400 წელი თბილისი იყო. ეს მე ძალიან ოპტიმიზმით ამავსებს ხოლმე რომ ამიაიჯდა. არაბები იყვნენ არაბები თბილისში. ეს რუსებიც დასხდებიან თავის ტანკებზე ბოლო-ბოლო და წავლენ ეს მაშინ ისაჟღერდა ძალიან ოპტიმისტურად ახლა ასე მალე ჩვენ არ ველოდით. მაგრამ ხალხო მოდი იმაზე დავფიქრდეთ, რა ვრჩებით ჩვენ. ჩვენ ვინ ვართ და რას ვუზავთ მერე ჩვენს ქვეყანას. ეს იყო რაღაცა მე არ ვიცი რატო ხო ძალიან თითქოს ახლა აქედან გადასახედა ძალიან მარტივი ტექსტია მაგრამ მაშინ ჩვენ გვეგონა ასე მე პატარები ვიყავით რომ აი ახლა ამ უღელს რომ მოვიხსნით ჩვენ გავფრინდებით ასე იქნება ეს იქნება და თურმე ის უფროსი კაცი იყო და გამოცდილება მეტი ჰქონდა. ყველა დამპყრობელი წავა და ჩვენს რას ვუზამთ ჩვენ ქვეყანას, მოდი იმაზე ვიფიქრეთო და მის შემდეგ 36 წელია, 35 წელია. უამრავჯერ გათამაშდა ფარსი ამ მოედანზე. უამრავჯერ გამოიყენეს ეს რა ქვია თარიღი და ყველაზე მთავარი რა და სასაცილო თუ სატირალი ჩვენ მაშინ მივედით და ვითხოვდით მოგვეცით დამოუკიდებელი საქართველო ვითხოვდით საქართველოს და მივედით საქართველოსთვის და მას შემდეგ უამრავი წელია 36-35 წელია მიდიან ადამიანები იმ მოედანზე და ითხოვენ ძალაუფლებას აი ეს არის განსხვავება და ამას აქ ფარსის სახით გუშინ საერთოდ აპოთეოზი იყო ამ ფარსის და ის რომ ჩვენ საქართველოს ვითხოვდით და არ გვაინტერესებდა საერთოდ ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში თუდი იქნებოდა ხელისუფლება კარგი იქნებოდა ხელისუფლება შენ მოსულიყავი ხელისუფლება კარგი იქნებოდა ხელისუფლება მე მახსოვს გარეთში ვიყავით ხოლმე ჩვენ თანატოლები და ვნატრობდით რომ ოღონ ღმერთო მოგვასწარი იმას ჩვენი თაობა რომ ჩვენი ქართული ჯარი ვნახოთ და არ დავეძებთ იყოს წაგებული ომი მე ხო მოვიგებთ ოღონდ იქამდე ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენ გვეგონა მიგვაჩნდა რომ დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი ჯარი დროშა ჩვენი სახელმწიფო ქონოდა და წარუმატებლობა ამ დამოუკიდებელი ქვეყნის მუდამ თანმდევი თემა და ამაზე არ ვფიქრობდით და შემდეგ გავიდა ეს თემა და ადამიანები უყურებთ რომ 25 წელს ამდენი 3 წლის განმავლობაში ადამიანები მიდიან იქ და ითხოვენ მომეცი ხელისუფლება ის არის ცუდი და მე ვარ კარგი და აქ იცინო თუ იტირო აღარ ადამიანი არ ვიცი მაგრამ წელს ახლა რაც ხდებოდა რატო არის ფარსის დაგვირგვინება ამაზეც გადავალთ რომ ხედავ თან სხვათაშორის მარტო ახლა არ ახლავს ამას ყველა მას ახლავს აი შარმები რო ვერ გამოყავთ ადამიანების გამოყანა ხელისუფლების ძალაუფლების შეცვლის თემით არის ძალიან რთული აი ესეთი რამე უნდა მოხდეს მაგალითად რაც მოხდა 12 წელს 2012 წელს იმიტომ რომ ნუ ახლა სუნთქვა აღარ შეიძლება იყოს სახელმწიფო ტერორი უკვე და სხვა გზა აღარ იყო ჩვენ მაშინაც არ ვითხოვდით ძალაუფლებას ჩვენ ვითხოვდით თავისუფლებას ხო სიცოცხლეს და თავისუფლებას ვითხოვდით არ შეიძლება ხო რა თქმა უნდა ეგზისტენციური საფრთხე იყო ყველა ფიზიკური პირისთვის ადამიანისთვის და ამას ვითხოვდით და ახლა იმის გამო რომ დაუშვათ რაღაცეთ მუხტი შეიქმნა ილუზია რომ აი სამშობლოა გადასარჩენი თურმე და სამშობლო გადარჩება იმით რომ ერთი წავიდეს და მე ის ცუდია და მე კარგი ვარ მოვიდეს აი ხა აი აქ ვარ არარელევანტური აბსოლუტურად აპრილთან მოვლენას ისტორიული მოვლენასა და ფარს შორის და თან ყველაზე სასაცილო თუ სატირალი თუ რაღაც საინტერესო ხა გუშინდელი დღე რატომ იყო ადამიანები ერთი პოლიტიკური პლატფორმა დაიუფლა სივრცეს და დააწესა საშვები ხო იქ ვინ შევიდეს ვინ არ შევიდეს ახლა ადამიანს ვინაც
დავუშვათ გადაიტანა ეს თავის სიცოცხლის თარიღად მიაჩნია. მე ჩემი ცხოვრების თარიღად მიმაჩნია ნამდვილად ეს. ვფიქრობ რომ ამაზე ის იყო რაღაცა ტრაგედია ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი კვალი და რომ ეს იყო აბსოლუტურად გამანადგურა ამანად ხომე ჩვენი თაობა ჯერ მის შემდეგ ჩავწდით გადავიტანეთ ახლა თქვენ ბძანეთ სისხლი არ გადაუტანია არც ერთ საბჭოთა კავშირის ქვეყანას არ გადაუტანია არც სიბნელი არც იმშილი და არც იცივე არც ერთ ჩვენ გავიარეთ ეს სხვათა შორის და აი ჩვენ და უნდა მივხვდეთ რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ თან მომისმინეთ მაგრამ მაინც გვიღირდა ყურე დღეს რომ მეუბნებიან ახლა რატო ვადარებ დღეს რომ მეუბნებიან ჩვენ ის რა ქვია სამშობლო განსაცდელშია ევროპული ორიენტაცია ჩვენ არჩევანის წინ გავარ თურმე დღეს არჩევანის წინ ვიდექით ჩვენ და არჩევანი რო გავაკეთეთ მაშინ იმ არჩევანით მიდივართ ახლა და ჩვენ არჩევანი რო გავაკეთეთ იმ მდგომარეობაში არაფერი არ გვაკლდა არ გქშიოდა არ გქშიოდა განათლება ხელმისაწვდომი იყო ყველა კეთილდღეობა მინიმალური კეთილდღეობა და თანასწორობა გქონდა მაგრამ ჩვენ თქვით რომ არ გვინდა ეს არაფერი ჩვენ გვინდა თავისუფლება და კეთილდღეობა და სიცოცხლე გადავდეთ და ამას ვანაცვალეთ ყველაფერი ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს იყო ჩვენი გააზრებული არჩევანი ჩვენ მაშინ კი არ ვიძახდით იმას რომ ვაიმე ყველაფერი ეს კარგად იქნება და მართლა ბორჯომი გვაცხოვრებს არა ჩვენ ვიცოდით და ვამბობდით ფეხში შველები ვივლით ასე ვამბობდით ფეხში შველები ვიარეთ კიდევაც აი მოგშივდეს გაუძლებთ ყველაფერს ოღონდ იყო და თავისუფლებით ეხლა მელაპარაკებიან ეს ადამიანები ჩვენ თაობას ელაპარაკებიან არჩევანზე ეს არის ფარსი და ეს არის კომედია ეხლა ბავშვები გაზარდეს და ეუბნებიან ამას წინათ უსმენდი ეთეთი ახალგაზრდა გოგო გამოდიოდა და ამბობდა ძალიან ელმოღერებულად რომ თქვენო ტანკები დაძდევდით ერთმანეთსო და ჩვენ უგასწავლით ჩუგვასო შვილო ტანკები დაძდევდით ერთმანეთს კი არა გციოდა და თქვენ გათბობდით გშიოდა და თქვენ გაჭმევდით ჩვენთვის სინათლე არ იყო და ვინახავდით იმისთვის რომ თქვენ არ შეგშინებოდათ და ლამპებს და სანთლებს გინთებდით რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და ჩამოგაშორეთ რუსეთს რუსულ ენას და გაგზავნეთ ინგლისურად და ევროპული მოქალაქეები და იმიტომ რომ გაგეყიდეთ მე იმიტომ კი არა რომ მოგვრუნებოდით და თავზე დაგემხოთ ჩვენთან ტანკები რო დარბოდნენ ამას რო ვუძლებდით ჩვენ ამ მდგომარეობაში გამოგზარდეთ და თქვენ ახლა უნდა მელაპარაკებოდით არჩევანზე ჩვენთან ახლა ყველაზე ცუდი რაც არის და ჩვენი გეოგრაფიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა რაც არის ის რომ მუდმივად გვიდგას ყოფნა არ ყოფნის არჩევანი ვერ გამოვედით ამ ყოფნა არ ყოფნის არჩევანიდან ყველაზე დიდი სისულელე ახლა დღევანდელი ოპოზიციას რაც აქვს და მისი დამარცხების ფორმულა და შემდეგ გავაგრძელებ დამარცხების ფორმულა გუშინ რაც მოხდა ეს არის კიდე ეს ერთ-ერთი გამოხატული სიდედია ამ დამარცხების ფორმულაში გუშინ რაც მოხდა ის არის რომ ქვეყანა სოფლიო სადაც ცეცხლი უკიდია გარშემო ცეცხლის კალი ვიწროვდება ჩვენ გარშემო ომის თემას დასცინიან რას ლაპარაკობდა ესე იმან თქვა ადამიანებო ომის თემას რანაირად უნდა დასცინო როცა შენი მტერი საქართველო ცხოვრობს დაპაუზებული ომის მდგომარეობაში დაპაუზებულ ომში ვარ ჩვენთან მშვიდობა არ არის ომში ვარ თუ პაუზა გვაქვს ის როდის გამოარიხინებს რუსეთი ტანკებს არავინ არ იცის სახლის ზღურბლთან იქვე ჩვენ სამზარეულოსთან სახლის აძინებელთან ზის დგას მტერი ტანკით და ელოდება რა ქვია საბაბი უნდა საბაბს და ბრძანებას ელოდება და ამ მდგომარეობაში შეიძლება დასცინო მას რა ქვია ომის თემა პირიქით ახლა რო იძახიან არჩევნები კი არ გაყალბდა წააგეთ მეგობრებო არჩევნები იმიტომ წააგეთ რომ ისეთ თემებს დასცინეთ არ იცნობთ არ იცნობთ გამოწვევებს ამოსახლებს და ამ ქვეყნის სოფლიოში ყოველდღე იცვლება სხვადასხვა მოვლენა ხდება და ესენი კიდე იქ არიან სადღაც ჩარჩენილები ერთი და იგივე რომ ვერ მოუსწრო ახალმა მესიჯმა მე მგონი პირიქით უნდა გამოსულიყავი და ხალხისთვის გეთქვა მე ხელისუფლებაში რომ მოვალ რას გავაკეთებ იმისთვის რომ ომი დაპაუზებული ომი არ გააქტიურდეს რას გავაკეთებ იმისთვის რომ ომი ავაცილოთ ეს იყო მესიჯი ესეთი მესიჯი უნდა ქონოდა მაგრამ ეს რო ეთქვათ რას გავაკეთებ იმისთვის და ჩამოეთვალათ რას გააკეთებენ მაშინ ჩიხში ხდებოდნენ იმიტომ რომ დღეს კეთდება ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს აწყდება აქეთ-იქით კედლებს და მთელ სოფლიოს რომ ოღონ აი მანევრი გააკეთოს ოღონ ომს აცილდეს და შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგომარეობა რაც წინ წავიდეთ და შემდეგ დავაყენოთ ჩვენი პირობები ხო ეხლა გუში რაც მოხდა შევხედეთ რას ერთმა დავიწყეთ და გადაუხვიეთ ემიდან ერთმა პოლიტიკურმა პლატფორმამ დააწესა საშვები იქ ვინ მივიდოდა და ვინ არ მივიდოდა თან ახლა კომედია რა არის ამ პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები არიან ადამიანები რომთაც 9 აპრილთან აქვთ ბმა მხოლოდ იმ პოზიციიდან რომ ისინი უმაგრებდნენ ზურგს 99 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირს ისინი საბჭოთა სამხედრო პოლიტიკური მანქანის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოვთვალოთ ახლა პატაპურჭულაძე ჩვენ რომ
მღეროდით ჩავლეგოს იქ მღეროდა დითიაჩი და ტაშს უკრავდა გორბაჩოვი, ხო? ის გორბაჩოვი რო იძახდა მე რომ პრიდავკი ვაგიბლი 16 ლიდან ლუძი, ხო? ესე რო იძახდა. ერთხელ ხო გასროლეს და მოკლეს და მეორე ამან მოკლა. მესამე მეოთხე დღეს რო გამობძანდა და ჭლეტაში მოკვდა და იხოცა ხალხი, ამას უგაგვანადგურა საერთოდ. მეორე ლიდერი ამ პოლიტიკური პლატფორმის ლიდერი ოჯახი ბელადი მაგალითად სააგაშვილების ხო ოჯახი წარმოადგენდა თან სვალსაჩინოს წარმოადგენდა ზუსტად იმ წლებში საბჭოთა კავშირის კაკების ერთი იყო ოფიცერი ახალგაზრდა დამწყები მეორე მისი თლა დირექტორი ბიძა იყო საგარეო დაზვერვის მიმართულებით და მაღალჩინოსანი საბჭოთა კავშირის კაკების ხო მე გასაკეთებდა იქ ზვიადის დროს და ყველა მიცის და ერთ-ერთი მესამე ლიდერი კიდე კომკავშირის კომიტეტის დივანი იყო და მაშინ კომკავშირის ბუჩქები და რო ინიშნავდნენ ხოლმე ვინსად მიდიოდა რომელი და მე დაებეზღებინათ მეოთხე ლიდერი 9 აპრილის მერე შევიდა კომუნისტურ პარტიაში აი ამ ლიდერშიპის პოლიტიკური პლატფორმა იდგა გუშინ იქ და ესა რა ქვია აწესებდა მებს ხო რა ქვია საშვებს ანუ ადამიანებს საერთოდ არანაირი ბიოგრაფიული რეალური ბმა 9 აპრილთან არ ქონდათ ერთი და მეორე კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი არანაირი იდეური ბმა 9 აპრილთან არ ქონდათ ეხლა რატომ ჩვენ 9 აპრილს თავები დავიხოცეთ ერთი ის რომ დამოუკიდებლობას ვითხოვთ და მეორე რა თქმა უნდა შემადგენელი ნაწილი იყო დემოკრატიას ვითხოვთ რაც გვენატრებოდა და ამბობდით ვიძახთით რომ ჩვენ გვდებით იმიტომ და გამოდივართ გარეთ იმიტომ რომ იყოს მრავალპარტიულობა პლურალიზმი აზრის ყველა თავისი აზრის უფლება კონდეს და მაშინვე ვიცოდით ის რომ ჩემი უფლება თავდება იქ სადაც ჩემი უფლება იწყება მე ვიბრძოლებ ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი რაც იყო უნდა იყოს და აღარ არის ის რომ მე ვიბრძოლებ იმისთვის რომ შენ კონდეს უფლება იყო ჩემი წინააღმდეგი და ასე შემდეგ რომ ყველამ ვიცოდით გააზრებული გჯეროდა ამის არა იმიტომ რომ ეს რო არ იყო იქ ამისთვის ვიბრძოდით გჯეროდა რა ჩვენ ამიტომ გვინდოდა ევროპა არჩევანი ამიტომ გავაკეთეთ კაცო და თუ ესე იგი თან ვიცოდით მაშინ რომ დემოკრატია არ არის კომფორტი სულაც არ არის კომფორტი დემოკრატია არის ძალიან რთული და ძალიან პასუხისმგებლიანი რაღაც იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება მართლა იმდენად მოწინააღმდეგე იყოს შენი აზრის რომ აი გაგამწაროს გამოგიყვანოს წყობიდან მაგრამ მას არსებობის უფლება აქვს და უნდა მოითმინო და აიტანო ხომ და შედალოცვილო მაგისთვის დავიხოცეთ იქ 9 აპრილს თავები და თუ შენ იქ შეხო მიხვედი და ოკუპაცია გაუკეთე და სხვა აზრს არავინ არ შემოუშვი მაშინ საერთოდ ვერ გაგიგია რა ყოფილა 9 აპრილი ხო მაშინ არც იდეური ბმა გაქვს იმასთან და ბიოგრაფიული ბმა რო არ არის ხო ვიცით გუშინ მე ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე რომ სხვათა შორის ეს იმდენად მნიშვნელოვანი რაღაც იმდენად თვალსაჩინო რაღაც იყო რომ ერთი ორი პოლიტიკოსის მოვისმინე და დანარჩენების ნაცები აქტიურობდნენ და ნუ რა თქმა უნდა თავი შეირწყვინეს და ერთ ორმა დაინახა აი ძალიან ის მოვისმინე მათი ინტერვიუ და როგორც და ეკოტყობა დაინახეს ეს როგორც მარაზმი იყო და გაემიჯნენ და თქვეს რომ ითქვა რომ თუ ეს ვინმე აპირებს აქ და ვინც შვება ახლა აკეთებს რომ სხვა აზრის ადამიანი აქ შემოუშვას ეს არიან პროვოკატორები იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკოს თუ გინდა ქონდეს პერსპექტივა და ხვალინდელი დღე ეს არ დაინახო ამას არ გაემიჯნო იმიტომ რომ საერთოდ დამთავრდება შენი ადგილი პოლიტიკაში აღარ არის თარიღები არის ადგილები არის თემები სადაც საქართველოს შეხვედრის ადგილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, ვირა აზრზე რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს შეხვედრის ადგილი თუ ვერ დაინახა პოლიტიკოსმა, მაშინ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, არის გუშინდელი დღე. აი გუშინ ჩვენ შევხედეთ, რომ პრაქტიკულად ის პოლიტიკური პლატფორმა, რასაც უყურებდით, გუშინდელი დღე იყო. რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელმაც დაინახა ეს და გაემიჯნა, ისინი ფიქრობენ მომავალზე ძალიან სწორად გაემიჯნენ ამას. იმიტომ რომ თუ ადამიანი პოლიტიკაშია და თუ არ არის იმისთვის მზად, რომ საქართველოს შეხვდეს და დაელაპარაკოს, მე თუნდაც მისი თანამოძღვრე არა ვარ, მაგრამ ამ ქვეყნის საზოგადოება ვარ, როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ და გინდა წარმატება, მარტო შენ მომხრეს კი არ ელაპარაკები, მთელ საქართველოს ელაპარაკები და ეუბნები, რომ მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, როგორი ვიქნები, იმისთვისაც და შენთვისაც როგორი იქნები, თორემ მე თუ დავინახე რომ ჩემთვის ურჩხული ხარ, საერთოდ არ მოგიშვებ ხელისუფლებაში, მე რა რომ შეიძლება შენ ყავდეს ეს რა ქვია, მომხრე. და ამიტომ თუ არა ხარ ამისთვის მზად პოლიტიკოსი, მაშინ რაღა დემოკრატია, რა რითი გინდა მოხვიდე და სხვათა შორის ამიტომ არის ზუსტად გადახრები და შეძახილები რევოლუციური მოწონებები რევოლუციური გზის ხელისუფლების შესრულს, იმიტომ რომ იქ რევოლუციური გზით როდესაც ხელისუფლება ერთი ხელის მოსმით შეიძლება წაიშალოს პარტიები, პოლიტიკა და ასე შემდეგ არის ამის შესაძლებლობა. თქმა უნდა ეს ამას მოაქვს მე უბედურება, რა ვიცი, რეპრესიები და ასე შემდეგ, მაგრამ აი იქ რო აღარ გაინტერესებს უკვე უმრავლესობის აზრი, უმცირესობა რო იგდებს ხელში ეს არის კლასიკური ტიპის სახელმწიფო გადატრიალება, მაშინ შეიძლება არ გაინტერესებდეს, როცა შენ მეუბნები რომ მე დემოკრატიული ზალა
ძალა ვარ და მე ვარ პოლიტიკური ძალა და მე არჩევნებით უნდა მოვიგო და მოვიგე არჩევნები და ახლა კიდე არჩევნებს ითხოვ შენ მაშინ უნდა შეგეძლოს ელაპარაკო საქართველოს უნდა შეხვდე საქართველოს მაგალითად ჩვენ ახალ წელს გქონდა ეს შესაძლებლობა რომ ადამიანები სხვადასხვა პოზიციის ადამიანები შევხვედროდით ერთმანეთს ჩვენი შვილებით და გვეთქვა ჩვენი შვილების მე რა სხვადასხვა აზრის ვართ მაგრამ ჩვენ აი შევძელით რომ რაღაც მომენტში ერთად დავდექით 1 საათი ხო ასეთი შეხვედრის თემა არის ფეხბურთი სადაც უკვე დაიწყეს ამ ფეხბურთის მოსპობა და შენის განცხადებას რატო არ აკეთებ და არ უნდა გააკეთოს მან იმიტომ რომ ის მთელი საქართველოს სიხარულია და რა შეიძლება სხვადასხვანაირად რო ფიქრობდეს არც იქი და არც აქეთ არ უნდა გააკეთოს არაფერი ის შეხვედრის თემაა და ადგილია და ბევრი ამასაც ვერ ხვდება მოდით ბილეთები ვიყიდოთ და აღარ შევიდეთ გახსოვს ასე ის მარაზმია შეხვედრის ადგილია 9 აპრილი 14 აპრილი 26 მაისი შეხვედრის ადგილია და თუ პოლიტიკოსი ვერ დაინახავს თუ პოლიტიკოსი წაშლის თუ პოლიტიკოსი მოკლავს ამ შეხვედრის ადგილს ის შეხვედრის ადგილი არ მოკვდება თავისთავად არის სიმბოლო მაგრამ თვითონ წავა რომ მოკვდება როგორც პოლიტიკოსი და გუშინდელი დღე დარჩება ესენი თუ ვინც გააცნობიერებს ახლა ამას მიტო ვიძახი და ვამბობ რომ გუშინდელი დღე იყო კი ძალიან მტკივნეული საყურებელი იყო იმიტომ რომ მართლა 9 აპრილის მონაწილეები არ მიუშვეს იქ აბსოლუტურად უცხო ხალხმა წინაპართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმის აგჟრიამული იმის არ იყოს ის ხალხი მაგრამ ეს იყო მათი დამარცხება მე უყურებდი და ვიზახდი რომ ვინმე ჭკვათმყოფელი შეიძლება იყოს ამათ შორის რომ ვინმე მიხვდეს მათ ხო შეეძლოთ გააკეთებინათ უკეთესად კარგად ეს და ეთქვა მთელი საქართველოს ხალხო ჩვენ აქ ვართ გავათენეთ ღამე მაგრამ საერთოდ არ ვიღებთ ხმას ეს არის მთელი საქართველოსი მოდით და ერთად მივაგოთ რომ ეს ხო იქნებოდა უფრო მეტი თუნდაც კეკლუც არაგუწრფელი მაგრამ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი ხო იქნებოდა ასე თავის გათახსირება ხო არ იქნებოდა ან თუნდაც არ მოვიდეს ხელისუფლება 9 აპრილს ეს რა სისულელია 9 აპრილი არის ხელისუფლებისთვის პროტოკოლური ვალდებულება რომ მივიდეს და პატივი მიაგოს სახელმწიფო უქმე დღეა ხალხო სიმბოლოა პატივი უნდა რო არ უნდოდეს მაგრამ ეზარებოდეს უნდა გამობრძანდეს მივიდეს და პატივი მიაგოს პატივი რო არ მიაგოს და არ მივიდეს მაშინ უნდა ატეხო განგაჟი და თქო ეს რა ჩაიდინა ხალხო რომ არ მივიდა იქ ეს რა უბედურება რა უკუღმა გვესმის ყველაფერი და ამ დროს იმასაც კი ვერ ხვდებიან რომ რამხელა ქულა ჩაუწერეს ამით ხელისუფლება წავიდა სხვაგან მოიქცა ძალიან აი ესეთ კავკასიურ სარციცრეში შუაზე ხო არ გავგილე ჯარ შემიძლია და არ დააზიანა ბიბლიური სიმძიმე კი ბატონო არ დააზიანა და საზოგადოებას აჩვენა თავისი მზაობა შერიგებისთვის თავისი მზაობა მშვიდობისთვის და ასე შემდეგ და ანუ ასე ვთქვათ იმდენი პოლიტიკური პიარ სატოპკე იყო ხა აწეული გუშინ იქ უყურებდა ვიღაცები ჩემ მეგობრები მირეკავდნენ ძალიან წუხდნენ იმაზე რომ რატო არ მოგვეცა საშუალება მე ვეუბნებოდნენ ახლა მიუში ნებას და რაც მეცისურველეს იზამს მით უფრო დაიწმინდება ეს პოლიტიკური სპექტრი ხალხის დაინახავს თვითონაც არ მოსწონთ ეს აღშფოთებულები არიან ერთ-ერთი გზაირა მიქათაძე იყო ომის მონაწილეა ფილმების ავტორი მართლა პატრიოტი მონაწილე ადამიანი ტიროდა იდგა და ტიროდა არ მიმიშვესო მოკლედ აი ხლა ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ მუშაობს და თუ მიხვდებიან კარგია მე მინდა ერთი რამ არ შეიძლება საზოგადოება და სახელმწიფო განვითარდეს ოპოზიციის გარეშე გამორიცხულია ეს რა თქო შეუძლებელია ეს და ძალიან გული მწყდება რომ ოპოზიცია თავის ფუნქციას კლავს და რაღაცა მარგინალებად მაშვებიან იქცევიან და საერთოდ აი არანაირი საღი აზრი აი ერთ ბაბლში იკეტებიან და გარეთ არ იხედებენ არანაირი საღი აზრი იქ თუნდაც პიარის კუთხით არ არსებობს იმიტომ რომ იმდენი კარგი სატოპკე ტრიალებს სახელმწიფოში რომელიც შეხვედრის ადგილების უნდა შეხვედრის ადგილი რო არ კონდეს საქართველოს პოლიტიკოსმა უნდა მოიგონოს ის მოიგონოს და ელაპარაკოს ჯერთი პოლიტიკოსი რომელსაც გააკლდება შენ ელექტორატი შენს პოლიტიკურ აქციებში ხომ ის უნდა ხვდებოდე რომ რაღაცა ის კი არა რომ დრო არის ესეთ და მე ვარ ცუდი და საზოგადოება ცუდი არა შენ ვერ აწვდი კარგად იმას შენ მოძველდი შენ რაღაცას ვერ დაეწიე და თუ მიდიხარ ეხა წუწუნებენ რომ აი ჩვენ არ ვართ კარგ ფორმაში კარგ მდგომარეობაში იმიტომ რომ ჩამორჩი სოფლიოში სულ სხვა რაღაც ხდება ხალხო ადამიანები საზოგადოება უფრო წინ არის დღეს უფრო ეწევა იმ მოვლენებს რაც ტრიალებს სოციალურ ქსელებს და ინფორმაციას სოფლიოში ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასი იქ არის ისევ ჩარჩენილი რაღაც ლოზუნგებშია იქ ჩარჩენილი მინდა ხელისუფლებაში მოვიდე მოკლედ ეს რა ვიცი ხა ეს ფარსი გუშინ გათამაშდა და კიდევ ერთი რამ მინდა თქვენ ეთერში ვთქვა არ ვიცი მაქვს თუ არა ნათქვამი ფარსის სიმბოლო არის ესეთი რამ ჩვენ ნახეთ
ამ აქციებზე, ამ შარშანდელი წლევანდელი აქციებზე გმირები და ერთ-ერთი ევროკარდებსაც მოხდა ქალბატონი, რომელიც დროშას აფრიელებდა შხაპში, ხო? და 9 აპრილთან დაკავშირებით მინდა ვთქვა და ეს აქციეს აი თურმე ჩვენი არჩევანის და კარიკატურა გმირობის. ეხლა მე გეტყვით თქვენ რა შენი პოლიცია რო წყლის ჭაულს გიშვებს, რომელიც არ გესვრის და არა. გაზაფხულის შხაპი, გოგონა, რომელიც და მე ძალიან ვამაყობ ისეთ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მე სიამოვნეს, რომ ის იყო საჯარო მოხელე და მას იმდენად არ ეშინოდა, იმდენად უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს, აბა და გაებედა ის, მაშინ რა ქვია, იმ პოლიტიკურ ძალაში, როცა იყო ხელისუფლებაში, რომელსაც ის წარმოადგენდა მე ხო? აბა მაშინ გაებედა, რომ მას არავინ არ შეეხო, არ გამოაგდო არავინ სამსახურიდან და ის იქცა სიმბოლოდ და ჩემთვის სიმბოლოა იმის, რომ აი ესე დროში ცხოვრობ რომ სამსახურიდან არ ითხოვენ, ხო? არ დაითხოვეს იმისთვის, რაც დაუშვათ ანტისახელისუფლებო იმაზე იდგა, აქციაზე იდგა. მაგრამ ჩემთვის და ყველასთვის საქართველოში თავისუფლების სიმბოლო იდროშიანი ქალბატონი კი არა. შმაგი დოლიძეა 1989 წელს ჯოხით რომ ტანკის წინ იდგა და სიკვდილის წინ, სიხარულით სიკვდილის წინ მზად იყო, ვიდექით ტანკის წინ და გვიხარო და სიკვდილის. აი ხა ფიქრობ ეს რო გამეორდეს და ჩემი შვილი რო იქ იდგა, შეიძლება შევიშალო ჯგუიდან და საერთოდ შიში როგორც ასეთი არ αρსებობდა. სისხლი არ ქონდა ეთყობა ნანახი რა თქმა არ ვიცი. მაგრამ ეს თავგანწირვა იყო სიშლეგე კი ეს იყო მომზადებ ეს იყო არჩევანის თემა. არჩევანის თემა იყო და ყველაშიც მე აქვე მინდა გავიხსენო, იმიტომ ეს გველის ნაკბენევით მახსოვს ესეც ამაზე თქვა მამარდაშვილმა. მე ხშირად არ მომყავს ხოლმე მამარდაშვილის ციტატები, მაგრამ თქვა რომ სოფიო მიხილაო ქართველი ბიჭი, რომელიც ჯოხს უტყამდა ტანკსო და ეს იყო ძალიან ამაღელვებელიო, მაგრამ თუ ასეთ კადრს ის ნახავს მეორედაცო, ეს ის იქნება სასაცილო და ჩვენ ფსევდო დიახ ეს იქნება სამწუხაროდ და ეს ნახეთ ჩვენ გუშინ და მანამდე აქციებზეც ეს ნახეთ. სახალხო ფრონტის იმ სხდომასაც ვესწრებოდი დელეგატის რანგში, სადაც მამარდაშვილი სცენიდან ჩამოვაგდეს შემდეგ. ესეც მართავს. დიახ, კეთილ ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის საეთერო დრო ამოიწურა. მე მინდოდა კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მე უნდა დაგემშვიდობოდეთ, მე შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.